მურაბის ფესტივალი უკვე მე-11 ქალაქს სტუმრობს. დღეს წარმოადგენლები ვართ რუსთავში, რუსთავ ქალაქობის ფარგლებში. ფესტივალის დახურვა მოხდება მომავალ შაბათ-კვირას თბილისობას. წელს 12 ღონისძიება ჩავატარეთ. გახდა რეგიონალური ტრადიციული მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურ სახეს მიიღებს და მომავალშიც გაგრძელდება. წარმოდგენილი გვაქვს წილის და მურაბის კუთხეები, სადაც ნებისმიერ მოსულ სტუმარს საშუალება აქვს, რომ დააგემოვნოს ჩვენი მარნეული სასურსათო ქარხნის 100%-ით ქართული და ნატურალური პროდუქტები და ასევე შეიძინოს სპეციალურ ფასად. ფესტივალს აქვს თავისი გასართობი პროგრამა, მუსიკალური ნაწილი, ასევე ქუჩის თეატრის მსახიობები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ზრუნავენ ბავშვების გართობაზე და უამრავ საჩუქარს და სიუპრის პირდებიან. დღეს მარნეული სასურსათო ქარხანა უკვე ტრადიციულ მურაბის და მწნილის ფესტივალს მართავს ქალაქ რუსთავში. დავამთქვეთ რუსთავ ქალაქობას. ჩვენი ტრადიციული ფესტივალი დავიწყეთ აგვისტოში და დაემთხვა ფერისცვალების დღესასწაულს. მოვიარეთ სხვადასხვა რეგიონები და უკვე დასკვნითი ეტაპი გაიმართება თბილისობის დღესასწაულზე ქალაქ თბილისში. ეს გვინდა წარმოვაჩინოთ ქართული პროდუქცია, თუ რა მზადდება საქართველოში, ხაზი გაუსვათ იმ ტრადიციებს და იმ რეცეპტურას, როგორც მზადდება ჩვენი პროდუქტი, ვაჩუქოთ ლამაზი დღე, როგორც ჩვენს მომხმარებელს და ასევე ჩვენს პატარა მომხმარებლებს, რადგან მათ აქვს საშუალება, რომ სხვადასხვა ზღაპრის გმირებთან ერთად ერთი ლამაზი დღე გაატარონ ჩვენს ფესტივალებს. Yeah.